არასდროს არც ერთხელ გრიგოლ ლილუაშვილს სუსის ხელმძღვანელს არანაირი განცხადება ამ მიმართულებით არ გაუკეთებია და რომ უსმენენ მთელ საქართველოს, რომ უსმენენ მამაოებს, მეუფეებს, პედაგოგებს, რომ მათ ფაქტობრივად საძინებლებში წერენ, ამაზე არასდროს არანაირი რეაგირება არ ქონია. გაგიკვირდებათ და რამდენიმე დღის უკან მან მე და ორ ტელეკომპანიას უჩივლა სასამართლოში კონცენტრების საქმეზე, რომელიც უკავშირდება თაღლითურ ინტერნაციონალურ დანაშაულს, საიდანაც ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი, ლილუაშვილი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი წელიწადში დაახლოებით $1 მილიარდ შავ ფულს გამოიმუშავებდნენ. ამასობაში ამ თანხებს რა თქმა უნდა წინასაარჩევნოდ იყენებდნენ ზონდერების და პროვოკატორების მოსასყიდად საარჩევნო უბნებზე. და რატომ გადაწყვიტა გრიგოლ ლილუაშვილმა ჩივილი მხოლოდ ამ საკითხზე? მარტივი მიზეზები აქვს. ჩვენი ინფორმაციით ის გახდა საერთაშორისო გამოძიების საგანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ დაიწყება უახლოეს მომავალში გამოძიება, როგორც მთავარი ეგრეთ წოდებული კრიშა ამ კოლცენტრების, ახლა გაახსენდათ კოლცენტრები, არადა, როცა კონკრეტულ მისამართებზე მივდიოდი, ვამხელდი, ვასაჯაროვებდი დოკუმენტაციას, არანაირი რეაგირება ამ მიმართულებით არ ქონიათ.